მოგესალმებით. მე გახლავართ ნინო კანდელაკი, ფსიქოთერაპევტი. დღეს მინდა გესაუბროთ საოცარი ფილმის შესახებ, რომელსაც ქვია პოლიანა. ეს ფილმი გადაღებულია იგივე სახელწოდების რომანის მიხედვით. ამ რომანის ავტორია ელეონორ პორტერი, ამერიკელი მწერალი. ამ ქალბატონმა დაწერა 14 რომანი და 4 ტომი, მოთხრობების 4 ტომი, მაგრამ დარჩა ეს ერთი რომანი, რომელსაც ქვია პოლიანა. ეს წიგნი დაიწერა 100 წლის წინ, უფრო მეტიც 1913 წელს არის წიგნი დაწერილი, 100 წელზე მეტია გასული და დღესაც ისეთი აქტუალურია და ყოველთვის ალბათ უკვდავი წიგნია. ამ რომანის მიხედვით მრავალი ეკრანიზაცია გაკეთდა, ბევრი სერიალიც გაკეთდა, სულ ბოლო 2020 წელსაც გადაიღეს, მაგრამ მე რომელსაც გირჩევთ, რომ ნახოთ აუცილებლად, ეს არის 2003 წელს გადაღებული ფილმი, ამერიკული, რომელსაც პირდაპირ წიგნის სახელწოდება აქვს, ქვია პოლიანა და მართლა მე რაც მინახავს ფილმები, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და ყველაზე ნათელი ფილმია, რომელიც ჩემის აზრით ადამიანმა უნდა ნახოს ყოველ ახალ წელს, რომ რაღაც შემდეგი წელიც დაიწყოს ესეთი დიდი სიკეთით, ამ სიკეთის იდეის გამარჯვებით, ამ რაღაც საოცარი პოზიტივით, კარგის დანახვით და ესეთი რაღაცა ნათელი მზერით მომავალში. ეს ფილმი ეხება პატარა გოგონას, 11 წლის გოგონა, რომელსაც ქვია პოლიანა, მას გარდაეცვლება მშობლები და მის აიღებს მასზე მზრუნველობას მისი დეიდა პოლი და ამაზეა ფილმი, რომ ჩადის პოლიანა დეიდასთან, ერთ პატარა ინგლისურ ქალაქში ხდება მოქმედება და იქ დახვდება საკმაოდ მკაცრი გარემო, თითქოს რაღაც არც უხარიათ არაფერი ამ ადამიანებს, ეს დეიდაც ძალიან ჩაკეტილი, ძალიან მკაცრი, იმიტომ რომ 15 წლის წინ დაშორდა შეყვარებულს და იმის შემდეგ საშინლად ჩაიკეტა და თავიდან ძალიან ცუდად იღებს პოლიანას, უხეშად, სადღაც მაღლა სხვენში მიუჩენენ პატარა ოთახს, როცა სხვა უამრავი ოთახებია იმ სახლში, ძალიან კარგად მოწყობილი, სუცარიელი. მაგრამ პოლიანას მთავარი სიმდიდრე არის ის, რომ მას მამამ, რომელიც უკვე გარდაეცვალა, ასწავლა ესეთი თამაში, რომ ყოველთვის, ყველა სიტუაციაში, ყველა განსაცდელის დროს მაინც დაინახოს რაღაცა კარგი, რაც შეიძლება რომ გაუხარდეს. და მართლაც თქვა თუ ისეთ პატარა ოთახში შეასახლებენ, უხარია ის, რომ მაღალზეა და იქიდან კარგი ხედია. თქვა თუ იმ ოთახში სარკე არ არის, მას უხარია ის, რომ არ დაინახავს ხშირად თავის ჭორფლებს, რომელიც მაინდა-მაინც არ მოსწონს. და ყველაფერში ხედავს სიკეთეს, ყველა ადამიანში ხედავს მხოლოდ კარგს და პირველ რიგში კარგს და ნელ-ნელა იწყება რაღაც საოცარი ტრანსფორმაციული პროცესი, ეს დეიდაც ხო იცვლება საოცრად და იხსნება ის რაც ჩაიკეტა, თითქოს თვითონ პოლიანაც ამბობს ამას, რომ ყველა ადამიანი როგორც მარგალიტი ისეა, მაგრამ შეიძლება ესეთი ნიჟარა ჩაიკეტოსო და როგორც მარგალიტი არის ნიჟარაში, ჩაიკეტოსო ადამიანიო და აღარ გაიხსნასო და მე ვიციო, რომ შიგნით ეს მარგალიტიაო და ის ზუსტად ამ მარგალიტს ხედავს ყველა ადამიანში. საოცარი, მე არ მინდა რომ მთელი ეს ფილმი მოვყვე. საოცარი პროცესები მიდის, ყველაზე ძალიან სასიკეთოდ თითქოს აწესრიგებს, როგორც ანგელოზი ევლინება იმ პატარა ქალგალაკს, როგორც მომწესრიგებლის იდეა, ოღონდ სიკეთით მომწესრიგებლის და ყოველთვის რომ ეს სიკეთე საბოლოო ჯამში იმარჯვებს და სიკეთის იდეა და ეს ხედვა, ესეთი საოცარი ოპტიმისტური ხედვა, რაც ამ ბავშვს აქვს და
შემდეგ საოცარი არის ის, რომ ბოლოც ამ ფილმის ბოლოც, ხო, თვითონ ფილმი ისეთია, რომ აი მე ხო ძალიან ბევრი ვიტირე და ვისაც ურჩიე, რომ ენახათ, ნუ აი ყველა მერე მწერს, რომ ეს რა ფილმი ჩაგვიგდე, რომ ნახეთ რამდენი ვიტირეთ, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა, რომ განგვაცდევია ეს ემოცია. თითქოს გწმინდავს, აი კატარზისია, თითქოს რაღაცა გასუფთავებს, თითქოს ანგელოზის ფრთა შეგეხო, არ ვიცი, ეს საოცარი ფილმია. და მართლა აი რომ უყურებ ფილმს, ესეთი ის მოგდის თავში აზრი, რომ ეს გოგო წმინდანია და მეც რომ უყურებდი ამ ფილმს, მართლა გამახსენდა მამა გაბრიელი, რომელსაც სანამ ის ცოცხალი იყო, ვიცნობდი და ჩავდიოდით ხოლმე ცხეთაში და გქონდა მასთან შეხება, ურთიერთობა და აი ზუსტად მამა გაბრიელი გამახსენდა ისიც რომ გიყურებდა გრძნობდი რომ ძალიან უყვარდი და გრძნობდი რომ მას ყველაფერი უხაროდა, უბრალოდ ის რომ არსებობს ეს სამყარო და აი ყველაფერში რო ღმერთს ხედავდა და ეს უკვე საკმარისი რო იყო სიხარულისთვის და სიყვარულისთვის და აი საოცრებაა და სხვათა შორის ამ გოგოს ამ უბრალოდ ამ წიგნის გმირს დაუდგეს იმ შტატში ძეგლი ესეთი ძეგლი ეს ხელები აქვს ესე გაშლილი ამ პოლიანას ბრინჯაოს ძეგლია მთელი სხეულია გამოსახული და ესე ხელებია გაშლილი თითქოს მიფრინავს საოცარი ძეგლია და შემდეგ აი იმხელა გავლენა მოახდინა ამ პერსონაჟმა საზოგადოებაზე რომ დღემდე მაშინვე შეიქმნა ეს კლუბები პოლიანას სახელობის სადაც ერთიანდებოდნენ ადამიანები, ხდებოდნენ ამ კლუბების წევრები, სადაც სწავლობდნენ აი ესეთ ხედვას, რომ კარგი დაინახო, გაგიხარდეს და პირდაპირ ეს ოპტიმისტური კლუბები პოლიანას სახელს ატარებს და დღემდე არსებობს ეს. ესეთი გავრცელდა ეს ყველაფერი და სხვა შორის ეს ხშირი არ არის ეს შემთხვევა, რომ წიგნის გმირს ესე ძეგლს უდგამენ, აი ახლა რაც მახსენდება, რამდენიმე ჩამოვთვლია, ვთქვათ, დონ კიხოტს და სანჩო პანსას აქვს ძეგლი, არის კიდე ჯულიეტას ძეგლი, არის მეფისტოფელის და მარგარიტას ძეგლი, არის კიდე მისი პიტერ პენის ძეგლიც არის, პატარა პრინცის ძეგლიც არსებობს. აი არის ესე პერსონაჟები, რომ მათ წიგნის პერსონაჟები, აი ბრემენელი მუსიკოსების ძეგლიც არსებობს. მაგრამ რამდენიმე აი თითზე ჩამოსათვლელია ეს ძეგლები და მათ შორის არის პოლიანა, აი ამ რომანის მთავარი გმირი, რომელსაც ძეგლი დაუდგეს და მართლა ეკუთვნოდა ამ გმირს ძეგლი. და მე აი მართლა ყველას ურჩევ და განსაკუთრებით მშობლებს ურჩევ, რომ თქვენს შვილებს აჩვენეთ ეს ფილმი და აჩვენეთ ყოველ ახალ წელს, რომ ეს განწყობა მუდმივად განახლდეს და როგორც აი კოდური სიტყვა იყოს ეს სიტყვა პოლიანა, როდესაც ამ სიტყვას ეტყვით თქვენს შვილს ის უკვე უნდა მიხვდეს, მას უკვე უნდა გაახსენდეს, რომ აი ესე შეხედოს იმ მოვლენას, ან იმ ადამიანს, ან იმ განსაცდელს, როგორც უყურებდა პოლიანა და ეს არის პირდაპირ ცხოვრების წიგნი. და აი ყველას გირჩევთ, რომ ნახოთ ეს ფილმი და თქვენ შვილებსაც აუცილებლად ანახოთ რამდენჯერმე, წელიწადშიც რამდენჯერმე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.